ჩემი სახლი, ღმერთო ჩემო, რა ბედნიერება. კი, მაგარია ძალიან. მაჰეტეინა რო პირდაპირ საბურთალოზე აღმოჩნდებით ეთერი და მაგას რა ჯობია? დავიჯერო ეხლა 4 ქიმია, მესე აალაგა ყველაფერი. 4 პირველივე ქიმიის შემდეგ მითხრეს, რომ აზრი არა აქვსო. ნუ დედა, გიორგი ხო გახსოვთ ანას მეუღლე? გამარჯობა. გამარჯოს. ხო, სულად. კერასა გახსოვს? ბიჭი რომ მოგწონდა სკოლაში, მახსოვს? არ ზუსტად გიფიქრია შვილებზე? რა პენსიონა მიფიქრე. ბავშვი მისია? არ ვიცი. უპასუხისმგებლო, თავმოუბმელ, ინფანტილურ კერესას და არაჩვეულებრივ გიორგის შორის არჩევანის გაკეთება ძალიან ძნელია. რუსა აპირებდა ახალი ფილიალის გახსნას. პარტნიორმა გადააგდო. თქვენთან მაქვს საქმიანი წინადადება, რა თქმა უნდა, თუ დაგაინტერესა. ახალი ფილიალის გასახსნელად მეწილე გამოჩნდა. ვაიმე. უბრალოდ სალონში 10-დან 8 მარის გამოდადის. მარი არ იქნება სხვასთან იულია, ნადექი და გავუშვი. ნიკუს რა ხელა ხარ შენ? ვაიმე რა ბიჭია. ჩვენ კიდე ზუსტად ისეთი ხარ, როგორც კაი. მე დამევალა, შემერჩია თქვენთვის საუკეთესო კლინიკები და პროფესორები. მე მგონი გერმანია ჯობია. ნახლოა. ნუ ვერ მოდის და ნიკუშა მოყვება. მე ხო ვერ მიყვებოდი და მაგრა უნერვიულობდი სიმართლე გითხრა რა. მოკლედ, შემდეგ კვირას არის ენების ცენტრის კონკურსი. და მინდა რომ ელენე გამოვიდეს. შეძლებს? კი, ძალიან დიდი პროგრესი აქვს. შემოგირბინე მადლობის სათქმელად და აი ამის მოსაცემად. ხო გესმის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი შვილი აქედანვე მიეჩვიოს გამარჯვებას. მე და კობა სამხატვრო აკადემიის პირველი კურსიდან ერთად მოვდივარ. აღარ ვთამაშობ, მორჩა თამაში, დაივიწყე. უგემრიელეს ჩაი და ჩემი გაკეთებული ნამცხვარი უნდა გაგასინჯო. ნამცხრებსაც ხო? მე ბევრ ამას ვაკეთებ და თან კარგად. ეთერის მესიჯი წავეკითხე გუშინ შემდგომ. ანდერძე იყო ლაპარაკი და რაღაც $80,000. ამ ხელოდან აზრით არის ჩამოსული. გამომართე ბარათი. არ მინდა გადავ. 23:04 მარიამის დაბადების დღე არ დაგავდა. ესე იგი 2 წამით გავედი და ეგრევე წამოხდი, ხო? კაი, დედა, გავგიჟდი ამდენი უსაქმურობით. ხო და დასვენება რო დაარქვა. მაგრამ შენ ეგეც არ გამოგდი, სულ რაღაც უნდა აკეთო. რა გავაკეთე? 2 კაბა დავკეცე. ხო და არაო, ხო გითხრეს, ცოტა ხანი არაფერი არ აკეთო. ბოდიში მეც აღარ ვისა. კაი რა და არ გეყო რაც გადაიტანე. დამპირდი. გემუდარები დამპირდი, რომ ყველაფერს შეასრულებ, რაც ექიმმა გითხრა. კვირდები. ეგრე არ მინდა, დამიფიცე. შენ თავს ფიცავარ. ცოტა რომ მოგეხმარო ხოლმე? არა, ეგ არ მინდა. მარტო ის მინდა, რომ სულ ჩემ გვერდით იყო. დანარჩენს ყველაფერს მე გავაკეთებ. და იცი როგორ ისე რომ ერთი წამითაც არ დავიღლებ. რა ბედნიერი ვარ. როგორი შვილი მყავს. დედი, შენ ოღონდ არ ინერვიულო და რასაც მეტყვი ყველაფერს გავაკეთებ. ჩამეხუტე ხოლმე. ჩემო სიცოცხლე. დე, არ უპასუხებ? დე. ო, როგორ ხარ? ხო, ჩამოსიყავ. აუ, გაგაუძე? რომელი საათია? აქ 11-ია, მანდა ალბათ 8. ვაიმე, ჩამეძინა. აუ, მე კიდე მინდოდა მეკითხა რომელზე დაგვდეთ მეთქი და რომელზე მოფრინოთ. პირველზე ნიკასაც ხوار ჩაეძინა. ხო და მიდი გააღვიძე რა და მერე მომწერე რა. მაგრა გვენატრებით, ანუ ელენი გოგო საათებს ის. აბა მე მკითხეთ. რა გადარჩა?
კაი, მიდი გვეცდავთ. მიდი მიყვარხარ და მშვიდობიანი მგზავრობა. მეც. ძილის კუდა. დილამშვიდობისა. მომშვიდობისა. მიდი ხარ სადმე? არა, შენ გელოდები. მე ხდება. აქ დავდ ერთად ვისაუბროთ. მე არ მშია. შენ არ ხშია, მაგრამ აბა ამას კითხე. რაც მაგას. ამორიცხული აქვს, ჩემ შვილს დილას არ შეუდეს. ადეკე, მიდი. გიორგი, გეხვეწა, მიზან, მაგრამ ცოტა ხანის კიდე. კიდე არ მოგიტანო? არა. მაშინ ახლა ასევე აგიყვან. გიორგი, შემეშვი გეხვეწები, ნუ. არასოდეს. მიდი, ადეკე. რანაირი ხარ? მე საზიზღარი. მაგრამ ხო გიყვარს ეს საზიზღარი რა? აბაზანაში. შეიძლება? კი, ოღონდ მე მიგაცილებ. დეიჩემ იქნება. კი, დამრეკა სანამ წახვალ მოვალო. რატო? მარტო რო არ იყო. დავაგვიანე. არა, ზუსტად კარგ დროს მოხვედით. ადგა? აი, ახლა გავაღვიძე. როგორ არის? აი, ისე, სულ წოლა უნდა. ეს არჭამს არ მელაპარაკება და მოწყენილი არა. დაიწყო ისევ კაცური პრეტენზიები. ნერვიულობ უბრალოდ. დედა, რა სილამაზეა. ახლა გული წამივა. მერთო, რა ბედნიერია ჩემი შვილი. ზუსტად ვიცი. მე კიდე სულ მგონია რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ. დამშვიდი, ყველაფერს სწორად აკეთებ. უბრალოდ თქვენ არ იცით რა არის ეს ორსულობა. ნერვიულობა, შიში, პანიკა, ყველაფერი ერთად რა. ხო და მაგიტომაც მინდა რომ დავეხმარო, რა ვიცი. თავი დაანებე, ყველაზე კარგი დახმარება ახლა ეგაა. წოლა უნდა იწვეს ბატონო, მოშიმდება, მაშინ შეჭამს. გადაუვლის, დამიჯერე, მეც ესე ვიყავ. თქვენ მალე გადაგიერათ? მე ანას მამა ესეც უფრებს არ ვიწყობდა. კარგი. ასე რომ მოჩი ნერვიულობას და საქმის მიხელი. კი, ბატონო. თქვენ ხო აქ იქნებით? მაიმე. ურჩ, მივდივარ. როგორ ენატრებოდი რო იცოდე? მე აბა მე მკითხეთ. არა, მე მკითხეთ, ყველა ბავშვი დანახვაზე ტირო და ლამის. ჩემი ელენიკო რა შვებო. დე, მართლა ტიროდი? ცოტას. დე არ გინდა რომ შენ საჩუქრები დაათვალიე რა? კი. შენ ოთახში პატარა ჩემოდანია და ისუში. Yes, მსოფლიოში ყველაზე მაგარი დედა ხარ. მაგარი დედა და მაგარი შვილი. კაი მითხარით ახლა ორი სიტყვით გრამეთორი გავგიჟდი. ჩემო საყვარელო წარმომიდგენია შენ როგორ ნერვიულობდი აქ. საერთოდ როგორ გადავრჩი არ ვიცი. რა ვიცი ძალიან მინდა რომ გითხრა ყველაფერი დამთავრდა თქო, მაგრამ ოპერაციამ ხო კარგად ჩაიარა და მე რა მოხდა? მეტასტაზები იყო წასული. და მითხემის ნაწილს შედებოდა რაღაცას და ამოჭრეს, მაგრამ მე დაიწყო შეშუპება. მაგიტომაც გათიშეს. და მოიცა, ანუ თავის თარგათიშულა? არა, ანუ ეს ჩვეულებრივი კომა არ არის, მედიკამენტოზური კომა არის. ანუ ადამიანს ხელოვნურად აგდებენ კომაში. და რატო? ეგრე იცავენ თავისთვის დაზიანებისას.
რა თქმა უნდა, ყველაზე უკიდურესი ფორმა არის, მაგრამ როცა სხვა გზა არ არის. ანუ ეს სანამ შეშუპება არ გაივლის, მანამდე კომაში უნდა იყოს. სხვათა შორის ტვინი ერთ-ერთი სწრაფად აღდგენადი ორგანოა. ნუ თუ სისხლის მიმოქცევა არ არის დარღვეული. რაიმე, ნუნუ, ზუსტად ეგ თქვა იმ ექიმმაც. რაღაცა ჩვენც ვიცით. აი და რამდენი ხანი შეიძლება რომ იყოს კომაში? როგორც წესი, ეს ხელოვნური კომა არ გრძელდება დიდხანს, რამდენიმე კვირა. ნუ 1-2 თვე მაქსიმუმ. და? და მე უნდა დაველოდოთ, რომ ყველა სასიცოცხლო ორგანომ დაიწყოს აღდგენა. რა ვიცი თუ რაღაც საოცრება არ მოხდა და ყველაფერი თავდაყირავდა. მე რას ამბობ? დედა, საიდან იცოდი, რომ ზუსტად ესეთი ყავა მინდოდა? როგორ გიხდება? რას გეუბნებოდი, კარგად იქნება. ულამაზესი ხარ, ულამაზესი. რაც ყველა ვინერვიული. მე როგორ გიხდება? აუდემე წავიღე რა ცოტა ხანი წამოვწვევი რა. მორჩი ახლა მაიმუნობას და მოდი აქ. არ მშიაქეთი რა გთხოვ. მე ვერ მომატყუებ რა გჭირს. არაფერი მეძინება ნუ ცოტა. დედიკო, ბავშვობაში როცა სკოლაში წასვლა არ გინდოდა ან გაკვეთილების მომზადება, ასე იზარდი მეძინება მუცელი მткиვაო. მე შემჯერე რა. არა, და არც ახლა მჯერა. რა გჭირს? დნმ-ის პასუხი მოვიდა. როდის დღეს? ერთი კვირა. ანა, მე რატო არ მითხარი? არ ვიცი. ჩუმად რატო ხარ მითხარი რა ხდება? ანა, მითხარი ვინ არის ბავშვის მამა, გინდა რომ გავგიჟდე? და გიორგია, გიორგი. ვაიმე ღმერთო. მე მეზლივს არ ამოვისუნთქე, მადლობა. ანა არ მითხრა ეხლა რომ სხვა პასუხი გერჩივნა. ბავშვს ელოდები კაცისგან, რომელიც გიჟდება შენზე. და მე? ვაიმე, შენც გიყვარს. უბრალოდ გონება გაქვს არეული. დამიჯერე, დედიკო, გაივლის, ყველაფერი დაგავიწყდება ისე რომ არც გაგახსენდება, დამიჯერე. ესე ხონია. დედა დარწმუნებული ვარ. და იმ ძუნძგლიანს უთხარი? დედა. ნუ კაი კერესას. არა. ხო და მიდი დროზე დაურეკე და მიახალე რომ ერთხელ და სამუდამოდ თავი დაგანებოს. გაიგე? გავიგე. კობა. ვა, ჩემმა გოგომ გაიღვიძა. მობილური დაგჭა ხო? უი ხო. შენც. რო გავიღვიძე და არ დამხვდით გირეკავდი. ადი ვფიქრე გავაღვიძებთ და ისე საყვარლად გეძინა რომ აი ესე ჩამეძინა არც მახსოვს. რა არის? აი მანდ ჯექი ზუსტად. ყავას სვავდი და წყალზე ავდექი მე მოვიდი რომ დავისხა და ვისხავ წყალს და შემოვტრიალდი და დამეძინა? ძალიან კომფორტულად ყავის ჭიქაზე. ერთი კვირა წესიარად არ მიძინია. ვიცი ხო. ძალიან მაგამეშლება მაგაზე ნერვები. იქ ამდენი რამის გადატანა მოგიწია მარტოს. და მე ვეკდე აი აქ. კაი, რას ლაპარაკობ? შენც რო იქ ყოფილიყავი და ელენე აქ მარტო სულ გავგიჟდებოდი მაგაზე. აი ყველაფერი კარგად იქნება, არ ნერვიულობ ხო? მეტი. მე რაღაცნაირად ხო დარწმუნებული რო ხარ, რომ აი გამოძურება რა. რა ვიცი, მექიმაც ეგ მითხრა. არ უნდა გაურთულდეს წესით. ვიცი რაზე მეფიქრება? ცუცი არა გთხოვ. არა, ცუცი კი არა. აქ ვინმე ექიმი ხო არ უნდა მოვძებნა უკვე რომ რეაბილიტაცია გაატაროს.